სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი, ფიზიკურ ძალადობათა სერია ჟურნალისტებზე, სამართლებრივი რეპრესიები კანონის ხელით, ჟურნალისტების დაჯარიმება, ეკონომიკური ზეწოლა მაუწყებლებზე, მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზეც მედიის ადვოკატირების კოალიციამ ბრიფინგი გამართა. გაერთიანების წევრი მედია დამცველები ამბობენ, რომ ქართული მედიის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების გავლენების მიღმაა, ახლა გადარჩენისთვის იბრძვის. მათივე თქმით, დამოუკიდებელი მედიის კონტროლისთვის ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებული და ახლა უკვე ამოქმედებული კანონმდებლობა არა მედია სტანდარტების დაცვას, არამედ თავისუფალი სიტყვის გაქრობას ისახავს მიზნად. მართულია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს თავისუფალი გარემო, თავისუფალი სივრცე და მხოლოდ პროპაგანდა. ცდილობენ ამ დრაკონული კანონმდებლობის მიღებას და მე მათ აღასრულონ და მიზანი არის, რომ მედია, რომელიც არის დამოუკიდებელი, რომ მათ არ მიეწოდონ საზოგადოებას ის ინფორმაცია, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხება, რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებს. მხოლოდ უნდა იყოს ქვეყანაში პროპაგანდა. ამიტომაც არის ეს მცდელობები ცალკეული რეპრესიული, კოორდინირებული ქმედებებისა, რომ მედიამ შეწყვეტოს პირდაპირ მნიშვნელობით საქმიანობა. ფართო კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე უკანასკნელი განსაკუთრებით 2 წელია უკვე დაიწყო აქტიური ნაბიჯების გადადგმა ქართულმა ოცნებამ, რაც მოიცავს დაწყებული ქუჩაში ძალადობიდან, თავდასხმებიდან, გაგრძელებული პარლამენტის ან ნორმატიული მხარდაჭერით და საგამოძიებო მხარდაჭერით ამ რეპრესიების მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში, ყოველთვეში პარტიისთვის ეტაპობრივად მიუღებელი ხდება ნებისმიერი მისთვის არაკონტროლირებადი თავისუფალი სიტყვა. რა ძალა და მნიშვნელობა აქვს თავისუფალ სიტყვას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ამაზე მედია ომბუდსმენები დეტალურად საუბრობენ. თუმცა, მათივე თქმით, ქართველ ჟურნალისტებს დამოუკიდებელი საქმიანობის დაცვა მძიმე ფასის სანაცვლოდ უწევთ. ამაში კი ფინანსურ შეზღუდვებს, საკანონმდებლო მკაცრ ბერკეტებსა და ფიზიკურ ძალადობათა სპექტრს მოიაზრებენ. ხედავთ, როგორ იზღუდება სხვადასხვა ფორმით მედიის წარმომადგენელთა მუშაობა, კანონმდებლობა, რომელიც დღითი დღე კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის ამ გარემოში ჟურნალისტების მუშაობას და როცა ამბობენ, რომ რა გინდათ მედია დღეს თავისუფალი აგერ, ერთი არხი, მეორე არხი, მესამე არხი, ხო მუშაობენ ესენი რის ფასად? ჩვენ გვყავს პოლიტპატიმარი ქალი, მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, ჩვენ გვყავს უამრავი ნაცემი ჟურნალისტი, ჩვენ გვყავს პროფესიული საქმიანობისთვის დაჯარიმებული ჟურნალისტი. აი ეს არის ის ფასი, რასაც მედია დღეს იხდის იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი მიაწოდოს აუდიტორიას. არ გვექნება მედია, არ გვექნება თავისუფლება. ქართულმა ოცნებამ ამერიკული ფარას მსგავსი და მედიის კონტროლის კანონმდებლობა ფაქტობრივად ერთდროულად მიიღო და აამოქმედა. ერთი სამოქალაქო სექტორის, მეორე კი მისგან კონტროლს მიღმა მოქმედი მედიის მიმართ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს კანონები მეტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის მიიღეს. თუმცა მსგავსი ზომების გატარებით, მაგალითად რუსეთსა და ბელარუსში, გაქრა ყველაფერი, რაც დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან და ჯანსაღ საზოგადოებასთან ასოცირდებოდა. ამან კი რუსებსა და ბელარუსებს ავტორიტარიზმსა და შემდგომ უკვე დიქტატურაში ცხოვრება მოუტანა. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.